ჩვენთან არის ღმერთი. დღევანდელ დღეს ეკლესია აღნიშნავს ბრმის კვირას. მოგეხსენებათ იოანეს სახარებაში არის ეპიზოდი, სადაც მაცხოვარი დაბადებიდან ბრმად შობილს სასწაულებრივად აღუხელს თვალს. ადამიანურ მდგომარეობაში არის სულიერი და ხორციელი სიბრმავე. ამ შემთხვევაში მაცხოვარმა ხორციელი სიბრმავე ძალიან ადვილად განკურნა, მოზილა ტალახი თიხა წაუსვა თვალზე და უთხრა რომ მოებანა სილოამის აბანელზე და მართლაც ბრმას სასწაულებრივად აღეხილა თვალი. ეს ხორციელი სიბრმავე ადვილად დასაძლევი ადვილი აღმოჩნდა, ადვილად განსაკურნებელი აღმოჩნდა, მაგრამ სულიერი სიბრმავე, რომელიც იმ პერიოდში ფარისევლებს გააჩნდათ, ძალიან ძნელად დასაძლევი იყო, რადგან მათ თავიანთი თავი ყველაზე უცოდველებად, ყველაზე მართლებად მიაჩნდა და ნებისმიერი ასეთი გამოხატვა უდიდესი სასწაულისა, თუ ისინი ამას არ აღიარებდნენ, მიაჩნდათ რომ იყო ეშმაკისგან. თვით მაცხოვრის სასწაულებსაც კი მიაწერდნენ თითქოს ის ეშმაკის ძალით კურნავდა ყველა ადამიანს ან მიცვალებულებს აღადგენდა. ურთულესია მართლაც სულიერი სიბრმავე, უდიდესი ბოროტებაც არის. ერთია, როდესაც არ გწამს და ბრმა ხარ, მეორეა, როდესაც ხედავ ხილულ სასწაულს და იმას ებრძვი. სიმბოლურია დღევანდელ დღეს აღინიშნება ასევე მეფე მირიანისა და დედოფალი ნანას ხსენება. მოგეხსენებათ, მირიან მეფესაც დაუბრმავდა თვალი და სასწაულებრივად უფალმა აღუხილა, როდესაც იწამა წმინდა ნინოს ღმერთი. ასევე მეფე მირიანი ძაიმ პერიოდი საქართველოს თავისთავად სულიერ სიბრმავეში იმყოფებოდა. მართალია რომ პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა ქრისტიანობა, მოაქცია ქვეყანა, შემოაბრძანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, მაგრამ ქართველი ერისევ მიდრეკილი იყო კერპსახურებისკენ და სასწაულებრივად აღუხილა თვალი მეფე მირიანს და ამ სასწაულებრივი ახილვით მთელ ქვეყანასაც აღიხილა თვალი, ვინაიდან იმავე პერიოდში მოხდა უამრავი ნათლობა, მოექცა ერი ქრისტესკენ და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიათაც კი გამოცხადა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, სულიერი თვალი აგვიხილოს ყველა ჩვენ ქრისტიან მართლმადიდებელს და დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა დღევანდელი წმინდანების ლოცვით. ჩვენთან არის ღმერთი.